მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით და აი დღეს ბატონი ნიკამელია გახლავთ ჩვენი სტუმარი, სარგებლობთ იმით, რომ მოსაწყოში ამბიციები გვაქვს და პრეტენზიები, რომ ვართ თავისუფლები და მოგიწვიეთ ნიკა გავიგე, რომ ესე თქვა დანის სამეფოში არ გწყალობენ. მართალია ეს 1000-ობით თუ 10000-ობით ხმები დაგაკარგინეს და მე ვიცი რომ პროტესტია დაფიქსირებული და სამწუხაროდ ეხლა ჯერ კიდევ პროცესია, მაგრამ ჯერაც უკვე ვიცით არის და უნიკალური სამწუხაროდ შემთხვევა 11700 ბიულეტენი მხოლოდ მერის თქვენ მოგეცემთ რომ 3 ბიულეტენი იყო 11700 ბიულეტენი ჩათვალეს ბათილად სადაც ახლა ითვლიან და 80%-ში ვიყავი მე შემოხაზული რაც პირველი ინფორმაციით არის გარდა ამისა ჯამში მაჟორიტარის ბიულეტენი მერის და ასე თქვა პოლიტიკური გაერთიანების არის 40000 ბიულეტენი ბათილი მაშინ როდესაც საპრეზიდენტო ეს არის რაღაც ახალი სამწუხაროდ ეთქვა მეთოდი შეიმუშავეს ძალიან ბევრ თბილისელებს ძალიან ბევრს ეგონა რომ ეს ცენტრალური ხელისუფლება გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატიოსნებით არ გადადგამდა იმ ნაბიჯს რომელიც გადადგა ეხა 40000 ბიულეტენი არის ბათილი მაშინ როდესაც 100000 კაცი ნაკლები მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში და საპრეზიდენტო არჩევნებზე 10000 ბიულეტენი იყო მხოლოდ ბათილი ეგრეა ხოლმე 6-7 ანუ მარტივად აი ამოვიგებდნენ თulis დათვლისას წაიგითხავდნენ რომ შემოხაზული იყო ნიკამელია მაგალითად და რამდენიმე სამწუხაროდ არაკეთის ინდიციერი რომელიც ალბათ იპოვეს მათ შორის ჩვენს რიგებშიც შესაძლებელია კომისიებს ეს მარტივი ხაზის გასმით ბიულეტენზე კალმისტრით საკმარისი იყო ბათილად ყოფილიყო ცნობილი ეს სულ 11700-ია გაბატონებული 11700 მხოლოდ მერის ბიულეტენი ჯამში მაჟორიტარის და პოლიტიკური პარტიის 40000 გარდა ამისა ეხლა რამდენიმე სტატისტიკას მივხედავთ ქართულმა ოცნებამ 150000 ხმა იყო ნუ დააფიქსირეს ეს თქვენ 85000 თქვენ ესე იგი 11000 რომ მეგონათ ნუ 100000 უკაკუნებდა შეიძლება 92000 ავიღე მე დიახ და 85 დაგიფიქსირე პოლიტიკური პარტია დიახ ხო და იმაგას გეუბნებით რა თქმა უნდა 40000 არ ამეგულება ხა ჩვენი მაყურებელი არც ერთი მიუხედავად ნებისმიერ პოლიტიკურ შეხედულებებს გემოვნებისა 40000 ბათილი ბიულეტენი მაშინ როდესაც საპრეზიდენტოზე იყო 10000 ბიულეტენი ბათილი რა თქმა უნდა ეს მიუთითებს იმაზე რომ სუსმა სამწუხაროდ თავისი მუშაობა სადღაც განავრცო ეს სუსის კომპეტენცია რა სუსი არ არის მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ შესაბამისი სპეცსამსახური მუშაობდა რაც ჩვენ მარნეულში არა მარნეულში შემზარავია მაგრამ ეს არ არის თავარი ბრძოლა გრძელდება მაგაზე მე ვისაუბრებ ამას შევუყვეთ ბოლომდე რა გამაგებინეთ გას 12 ნაციონალი კეის ნაციონალობის ესენი კონცები არიან 12. მარტივად გეტყვით რა ეხლა სურათი ყავთ. ის უბნებზე მოხდა, რამდენიმე უბანზე და ეხლა სწავლობთ 40000 უბნებში რომ მოხდა, არა, მაინტერესებს იქ რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილი ეხლა ბათილი არის საპრეზიდენტო 10000 იქნება, მაგრამ არა ასტრონომიული ციფრი უნდა ყოფილიყო, ხო? მაგაბინათ გასულ დათვლის დროს მე ვიცი რომ ერთი კაცი აიღებს, უყურებს, იძახის, ორი უკანო დგას, ხო? და გადადებენ. ამ დროს თქვენი წარმომადგენლები არ ყურებთ. ეხლა მიმდინარეობს შესწავლა ამის თქმას. ნელია 40000 შესწავლა. აი ბატონი დათო თქვენ აიგეთ პირველად ბიულეტენი, ხო? ნახავდით ნიკამელიას. და ესე ვითომ უთქინელოდ ხაზს გაუსხამდით ბიულეტენს. აი ეს მე იქვე რატო არ ამხილეს თქვენმა და დაწერილია უამრავი საჩივარი. გარდა ამისა ეხლა ოფიციალურ CSKO-ს ვებგვერდზე აიტვირთა 3 უბანი, რაც მე ეხლა ვნახე, სადაც მაგალითად სამგორში თვალსწრები მე-20 უბანზე და მე-12 უბანზე ავიღე მაგალითად 138 ხმა ერთ-ერთ უბანზე შემაჯამებულ ოლქში არის ერთიანი გადახაზული ასე არის ატვირთული გამჭვირვალობა საქართველოს თუ საერთაშორისო გამჭვირვალობა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მან დაწერა ასე თქვა საჩივარი და ჩვენ 100 ხმა მოგყარეს 3 უბანში აი უნტკინველოდ ერთ-ერთი საბურთალოს საარჩევნო უბანზე ავიღე 118 ხმა ერთიანი გადაიხაზა დარჩა 18 ეს ახლა გამარკვევი მე მასალა აი ახლა CSKO საიტზე არის ატვირთული სერვერები ამაზე მქონდა საუბარი რომ ტექნოლოგია მომიყვა გელბახიარმა იმერების რა ქვია ამ ოქმის დაბალანსებისთვის შედგენის დროს მარტივად გეტყვით რა სულ წარმომადგენელი არის ხო? კი ბატონო ეხლა სწავლობთ იყო მაგრამ როგორ ჩანს რამდენიმე უბანზე მქონდა პრობლემა ჩვენ ამ შევისწავლით და საკადრისად მოვემზადებთ არა რატო იცი ახლა შენი სუსია თუ რაღაც კანტორა ახსენე აი წაიხეს თქვენი ამ იდიოტური კანტორებით მაგრამ ესე იგი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამსახური არა ნუ რაღაც აბრევიატურა არის დებილური რაღაც სხვა და არ თქვა მე ის თქმა მინდა იცინიკა
ესე იგი შენ ეჭვი გაქვს რომ შენი დამკვირვებელი გადაბირებული ხარ იმ სუსია რაღაცა. წინასწარ მოდით არ გავუსროთ მიანიშნე მაგრამ 40,000 ყოველ შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე დღეში შეუძლებელი არის 40,000 ბიულეტენი ბათილი არ ყოფილა არასოდეს. საპრეზიდენტო ბიულეტენი შეუძლებელი არის. 5-6,000 8,000 მახსოვს იყო ოფიციალურად CSKOS გვერდზე არის აწვირთული ოფიციალურად შემაჯამებელი ოქმი სადაც აი მე-20 უბანი ხა თუ იმას არ დაეზარება მე-20 უბანი სამგორში და მეორე უბანი მე-12 უბანი და ერთ-ერთი საბურთალოს უბანი რა შენელება გადახაზულია კალმისტით პირდაპირ და ეს მიიჩნია CSKOS სარწმუნოდ 138 წელი კალმისტით არის გადახაზული 38 დამიწერეს მე რა თქმა უნდა ეს გასაჩივრდებოდა იმ ოქმის ეგზემპლარი ხო გაქვთ ოდანო მაშინ უნდა უჩივლოთ რა ვიცი ძალიან სამწუხაროა რომ პრინციპში უკვე ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ მეორე ტური მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არის ჩვენთვის ერთის მხრივ ძალიან სამწუხარო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის როგორც თქვენთვის რომ სამწუხაროდ არაფერი სასიკეთო ამ მხრივ არ გვაქვს და კიდევ ერთხელ ნათელი ილუსტრაცია რაც ცუდი იყო ის გრძელდება და ვითარდება და რაც კარგი იყო საერთოდ აბსოლუტურად გაჩერდა ეს არის ძალიან ცუდი მაგრამ მეორე ტურისთვის ვიქნებით აბსოლუტურად მზად და ჩვენ რეალურ ბრძოლას გავამართლებ და დარწმუნებული ვარ გაგიჭირდება სულსი თუ არსებობს გაგიჭირდება ეს იქნება 50-50-ზე მე ასე შეიძლება თითოეულ ხმას დავიცავთ თითოეული ხმა იქნება გადამწყვეტი და თქვენ გახსოვთ ეხლა მე ბატონ ნარმანიას რამდენიჯერ ვედებატე 4 ტელევიზიაში და სანამ შევიდოდით ეთერში მაგრამ მქონდა ჩვენ საშუალება ერთმანეთთან ვესაუბრო და 14 ჯერ უთხარი რომ დათომეთ მეორე ტურისტის ხომ მზად ხართ არ არსებობს გულზე ჯირის სემი და უნდა გამორიცხულია ესეთ მე უბრალოდ შევხვდი მე იმედია დღეს გამოვიწვიე კვლავ დებატებში არა იმიტომ რომ მე მინდა დებატებში ან ბატონ ნარმანეს არ თბილისელები უსახურებენ იმას რომ რეალურად ჩვენ ვიდებატოთ კიდევ ერთხელ იმ პროგრამის გასაგებად კიდევ ერთხელ წააგებს და როდესაც დედაქალაქის მერობა სულს მეგონი დებატებში აუცილებელია დავსვეთ არა იმიტომ რომ მას არ უნდა ან უნდა მე მინდა არ მინდა თბილისელებს უნდა ვცეთ მე მაგის ადგილას შენთან არ დავждებოდი შენ ჯერ ერთი თემბრი გაქვს უფრო მაღალი საგნობრივ დებატებზე საგნობრივში შეგიძლია თავისუფლად ნებისმიერ შეაკვედირო და ლოგიკით არ უნდა და მის შესაძლებლობა არის არ გახსოვს ანუ სამწუხარო არის და ამით შეიძლება დავასრულოთ ეს ნაწილი როდესაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მეორე ტური არ შედგება და გამარჯვებული არის ბატონი ნარმანი დაიწყო ტოტალურად აი ამ ბიულეტენების გაფუჭება 40 ბიულეტენის გაფუჭება, მაგრამ იმდენად დიდი იყო სხვაობა 50%-ამდე ბატონი ნარმანიას ვერ გააფუჭეს ამდენი ბიულეტენი. რამდენი აიღეთ თქვენ და რამდენი აიღო მან ხმები? აქ არის პარტიული მდგომარეობით 92,000 ხმა მე. თქვენ მას თუ ავწდები 150,000 ხმა. ეხლა ის 40,000 გაფუჭებული ბიულეტენი. საგადგებოდათ. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მომემატებოდა, იმას დააგდებოდა. მაგრამ ვეღარ გააკეთეს ის ისი გაკეთებაც უნდა. ესე იგი შენ აბრალებს სულს ამას ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, ეხლა ჩვენ რაც იცით რა არის ყველაზე საწყენი? ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე ვეღარ გადავიდა. სამწუხაროდ თითი პრობლემა იყო, დარჩა პრობლემა და პრობლემები გააღმავდა უფრო. როდესაც ეხლა თქვენ აჩვენებთ ფირს ნათლად როგორ აყალბებენ მარნეულში არჩევნებს, გამოდის ვიცე-პრემიერი თუ ასწრები და ამბობს რომ ეს არ არის გაყალბება. ამ ვიღაცას აბრალებს. აუ შავზე თეთრ წინა ხელისუფლების დროს იყო ესეთი პრობლემები და მეც როგორც ერთ მოქალაქის მაგიზიანებდა ერთი კონფრონტაციული ასე თქვათ საუბარი ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან მიმართებაში და აი ესე ვთქვით ნათელი იყო რომ იყო პრობლემა და ამ პრობლემაზე იძახდნენ რომ არ არის პრობლემა. სუდი რო აიღეს ზუსტად არ მაშეგულისხმობ. შეცდომა არ არის ტრაგედია, მაგრამ ამ შეცდომაში გაჯიუტება არის უდიდესი ტრაგედია. როგორ შეიძლება ეხლა ორი უბანი აჩვენეს, როგორ ხალდებოდა და გამოდის ბატონი კალაძე თუ ბატონი ღარიბაშვილი და საუბრობს რომ თურმე ეს ადამიანი ყოფილა რომელიღაცა ნაციონალური მოძრაობის წევრის ბიზაშვილი და მერე თვითონ გაიხვალდნენ ამ ტყუში ეს ადამიანი აღმოჩნდა ქართული ოცნების ფრაქციის წევრი. კი იმის ბიზაშვილი. ამიტომ იმის მაგერად რომ რეალურად დარჩეს დაბეჭდილება ჩვენს მოსახლეობას რომ პრემიერ-მინისტრი არის ყველას პრემიერ-მინისტრი და არა მხოლოდ ქართული კოალიციის პრემიერ-მინისტრი. თუმცა ამ ქვეყანაში ხო ყოველთვის იქნება ბატონო დავით ხალხი იცხოვრებს. ვინც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებით იქნება და შეხედულებით. და აი ესეთი კონფრონტაციული, ეხლა 6% თქვიო მეო, მაგრამ ეხლა გადაასწორა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა რომ გამოიყვანა მაჟორიტარების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით და აი 6% აიღო ნაციონალურ მოძრაობამ და აი სწორედ ამიტომ
თქვიო მე 6%-ო. იცით, პრობლემა სერიოზულს ხედავს. ნამდვილად არ არის ჩემთვის პირველ რიგში უდიდესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ამ ვიახან არჩევნებშია ჩართული მეერობა, მაგრამ სხვა რამ მაღლობს ის, როდესაც ჩვენ დღეს ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ტოვებს საბჭოებას, რომ ის არის მხოლოდ მისი მომხრეების პრემიერ-მინისტრი. ეს არის ძალიან ცუდი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ვერ განვითარდა აბსოლუტურად, რეფორმები შეჩერდა და მხოლოდ მათ იგემეს ეს კეთილდღეობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, როდესაც აჩვენებთ ბატონ ზედელაშვილზე, რომ 20,000 პრემია აიღო, ხო? და გამოვა ოფიციალურ წარმომადგენელს შინაგან საქმეთა მინისტრის და იტყვის, რომ კი ბატონო ჩაერისხა 20,000 ლარი, მაგრამ ეს 20,000 ლარი მას დაჭირდა მკურნალობისთვის, რომ საზოგადოებრივ გამგზავრებულიყო დამატებითი კვლევისათვის და მას რადიკალური ჰქონია და თურმე ამ დროს მას დეკლარაციის მიხედვით აქვს 11,000 ლარი ანგარიში, 14,000 ლარი სახში, 110,000 წლიური შემოსავალი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო საგზაო კომპანიის მფლობელი მისი ოჯახის წევრი, იცით? აი ამიტომ თუ გაიმარჯვეს ამათ 2012 წელს, არის ძალიან სამწუხარო. არა, მეც არ მომწონს, აი ვიცე-სპიკერია ერთი და 100,000 აქვს პრემია აღებული თურმე. 118 მილიონით მეტი ბატონო დავით, ჩვენ ახლა ვართ იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენს გვერდით შენობაში არის უფასო უმწეოთა სასადილო. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 11-ის რაიონში 800-ით მეტი ბენეფიციარი ყავს, მოთხოვნით გაჩერებულს კიდევ უფრო გაუჭირდა. აბსოლუტურად გაიზარდა ხო უმუშევრთა რაოდენობა. ყველა მიმართა როდემდე უნდა ვისაუბროთ წარსულზე. კი ბატონო, იყო. მე და ბატონ ღარიბაშვილთან რომ დავждე ხა დებატებში ბატონ არმანეს წარსული შეცდომებზე თუ კი ვისაუბრებ, შეიძლება აღმოაჩინოს მან ან თქვენ რომ შეიძლება რამდენიმე პუნქტით მეტი რამ არ მოაწონდა წინა წლებში. მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ ის ხდებოდა წარმატებების კვალდაკვა, მაგრამ დღეს რასურათი მივიღეთ. ვერაფერი ვერ ხდება სასიკეთო ვერცელ სფეროში და მხოლოდ 4 პრესკონფერენცია გამართა პრემიერ-მინისტრმა და 4-ვე მიუძღვნა პოლიტიკურ გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობას, რომ ის არ არის მეორე ასე თავარი ოპოზიციური ძალა. ამიტომ ისა შიშის სინდრომის ქვეშ მუშაობს. ეს არის ძალიან ესეა, ცუდია, საშინელება, ნიკა, მაბატია, რეკლამა მოგვადგა, რეკლამის შემდგომ მე მართლა მწყდება გული, ეს ტელეფონი ესა გაფთიშია თუ რაღაც არის და ძალიან მედოდა რომ მაყურებლები შემომეყვანა და მწყდება გული. შენ დაურეკოთ იქით. 1200 ლარი ყოფილა დავალიანება, რა ვიცი. შენ გადაურეკოთ. ვიდი გადაურეკე, აი ვიდი, ახლა სუსის დირექტორს არ ვისწავლ, ვიღაცა ყოფილი ნაციონალია და ნაციონალები არ მიყვარდნენ არასოდეს. მოით ესე გავაკეთოთ, თუ კი გაქვთ რაიმე შეკია სურვილი რომ შეეკითხოთ ნიკას, რატო კიდე SMS-ი გამოგზავნე და მე გპირდებით რომ წავაკითხავ. ახლა კი რეკლამაა დაგველოდეთ. რაკონული საარჩევნო კანონი მიიღო მიშა. ამ კანონის ძევალი ხართ თქვენ ყველანი და შეფირადად. მართლა გეუბნები. აი ხა ერთი რაღაცა. რამე თუ მანკიერი იყოს, უბრალოდ ამასვამო ეს მანკიერება ხონდა შეცვლილი იყო. ამიტომ იმადნავში რა ხდებოდი ძალოჩი რომ მაგათი მოგონილია სიბინძურე. ის არის ის ქვეყნის განვითარების ერთი უნიშნულოვანი ეტაპი. აი რა ეტაპი იყო. იდან უმაკამათებ. აი კარგი უნდა განავითარო, ცუდი უნდა შეცვალო, მაგრამ აბა რა ქნეს. მოვიდე რაც კი იყო მანკიერი. თქვენს რომ რა კარგი ყოფილა ეს რა ადვილია ორგანიზაციის სუპერტოვარი აღარ აალაგეს. რა კარგი ყოფილა თვალთვალი, რა კარგი ყოფილა მოსმენა, რა კარგი ყოფილა რაღაცის გაყალბება, თურმე თუ შესაძლებლობა გაქვს, რა მნიშვნელობა აქვს, თუ კი წინა წლებში ამას აფუჭებდა კურდი, ხო? კონსტიტუციის საფუძვლის სამსახური ერეო და იქ სადაც მათ საქმე არის. ეხა აკეთებს ამას სუსი, ბევრად უფრო აქტიურად. ეს ის არის მოდული შენობა როა დაწყებული. იმე ესე იგი რა ორგანიზაციების იქ იყო ყველაზე ერთადერთი რა. ნიკა რა მიდაკითხა ხო? მე გულწრფელი ვარ და მამაშენს ვიცნობ რა ტელევიზია გაიცა ერთხელ გული შეტევა მქონდა და გადამაჩინა მამაშენმა. არტა მე ყავს მამაშენი და პატივცემ. აი ჩემთვის თავზე დამცემი იყო აღარ მახსოვს. მე მგონი ობიექტივში იყო თუ სადღაც თქვენი საუბარი რომ იმისი რა ქვია იანვრის 2008 წლის იანვრის იპოდრომის მიტინგზე ყოფილხართ ერთად. მეც ვიყავით ჩემ ბიჭთან ერთად. ჩემ ბიჭი მაშინ იყო 5 წლის, ყინავდა 6 გრადუსი იყო, ყინავდა 7 გრადუსი. ცირა არის, ამი გიყვანა შენ. მე მოტივირებული ვიყავ, დედამიწის არ გამარბიეს და რაღაცა. შენ რატომ იხვეე და მამაშენ მივიდო და დაწუნებული ვარ. მათმა მაინტერესებს რატომ იყო და როგორც მოქალაქე და არ მალა. აი რა არ მოგეწონა და რატო აპროტესტებს? რას? პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე სამსახურის ასე ვთქვათ ძალიან ზედმეტ ძალაუფლებას.
აი 7 ნოემბერს თბილისში იყავი მაშინ? 7 ნოემბერს უკვე მე 2002 წლიდან 2006 წლის ჩათვლით. არ ვიყავი ქვეყანაში და ვიყავი სტუდენტი საზღვარგარეთ, ეგრე შევარდნის დრო იყო, როდესაც წავედი. 2006 წელს ჩამოვედი და რა თქმა უნდა ეხლა მე ამ ქალაქში ცხოვრობდი და რეალობას ხედავდი იმ პრობლემებს. ბორჩა, შენ აქ ყოფილიყარ, აგერ 200 მეტრში ცხოვრობ აქ. აი 7 ნოემბერს საშინელება იყო ბიჭო. სემანტებით გამოყარეს ხალხი ჯერის ქუჩით, აი ეს მთელი კოლონა მოდიოდა. ასე გავიდნენ, მე მახარაძის ქუჩით და ისე ჩავიდნენ. მე რო ამ გაბრაზებულ ხალხს ვუყურე, თავზარი გამეცა რა. თავზარი 1000-ობით ადამიანი კი ბატონო, გეთახმებით ორგანიზებულად ნაცემი საქართველოს ფორმა იყო ნამდვილად მესმის, არა, მიუღებელი, არ გინდა ესეთი არა, ამიტომ არა, შენს ხო გაბრაზდი მას? რა თქმა უნდა და მე ჩემს მეგობრებს როგორც მოქალაქე ვაპროტესტებდი, მიუხედავად იმისა, საჯარო სამსახურის თანამშრომელი ვიყავ. მაშინ სად მუშაობდი მაშინ? მაშინ მუშაობდი, აი, კანცელარიის შენობაში, რჩეულის თანამდებობაზე უშუალოდ საბჭოში. რა სპედობა რა? სამოქალაქო სამსახური. იმიტომ რომ ის იყო სამოქალაქო პროტესტი და ზუსტად ეს უთხარი მე ერთ-ერთ დებატებში ბატონ ლორდ ქიფანიძეს, რომ რეალურად იყო მაშინ მართლაც სამოქალაქო პროტესტი და ბატონმა ლორდ ქიფანიძემ თავისი შესვლით იმ პარლამენტში, მაშინ როდესაც რეალურად თავის გუნდელებს უღალატა. მეც არ მომეწონა. და გაახიეს მანდატები, ის შევიდა და ამით დათული სამსახური პირველში გაუწია გეთახმე, მეც არ მომეწონა. ვინ შევიდა არ მომწონს გაუწია დათული სამსახური, უღალატა ქალბატონ სალომე ზურაბუშის თავის თანაგუნდელებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე მე ამას ვაპროტესტებდი, დღესაც ვიძახი ჩემს პოლიტიკურ მეგობრებთან, ის იყო პრობლემა დიდი. ამიტომ ესეც განსხვავებაა, იცით, ახალი ეტაპია. პოლიტიკური გაერთიანება გადასული არის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე განვითარების. იყო შესაძლოა 4-3 ადამიანი, როდესაც გადაწყვეტილებას ებულობდა წინა წლებში. ეს პრობლემა როგორ არ იყო ნამდვილად, მაგრამ იმის მაგალითად რომ ჩვენ განვითარებულიყავით, დღეს რა გვაქვს? დღეს ებულობს ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას. შენ იმას თავი დაანებე ახლა, იმის მაგრამ ვიცი, აი მაგფერინე რა, მე მათა მე სიმპათიურები, პატეოსთან გეუნები ამას და მადა ჯერდი საუკეთესო მამაკაცს მე მგონი და თბილისში. რა ხდება იცინი გამჭვი, აი რატომ იმას შვები, აი იმათ აი მე ბოროტებას ვარა მოვდი ახლა რადგან შენ და მამაშენეთ კინოში ფეხით აღვედით ესე გასხოთა და ძალიან მე ნახევარი ნაზირალა ვის ქვეყანას მართავდა იმათ პარტია დაგასახელად ბიჭო აი გასახარა ასე ძალიან მე მახსოვს საქართველოს 2002 წლამდე ბატონო დავით არ შეიძლება ობიექტური არ იყო ნამდვილად შეუძლებელია ქვეყანაში სადაც თაცმედის რაიონში ვარ ჩვენ მე მახსოვს წელიწადი 1999 წელი როდესაც 22 მხოლოდ ახალგაზრდა იყო აიამობაში მოკლული სხვადასხვა სკოლაში და ბაღში და მათ შორის აქ სადაც ჩვენ თქვენ ტელევიზია ჩემ სტელას ბაში ყოველდღე ჩხუბები აქვს აი რა გასაგები მაგრამ ეხლა ჩხუბები წარმატებების ყალდაკვალი ხო სახელმწიფოების არა რეალურად გეუბნები პრობლემები იყო იკამათო თავაზია ბიჭო კაცი გახვედი მამაშენთან ერთად ყინვაში ბოროტება რა ხდებოდა იმას აპროტესტები მე ბიჭო ბოდიში მოგიხადავით მე მაინც პარტიით როგორ დასახელდა დღესაც ვარ იმ ჭკუაზე სადაც იყო პრობლემები უამრავი პრობლემები იყო მე აპოზიცია არ შემიძლია ბატონო ხდება გული ახლა მე პრინციპში ვთვლი რომ ნიჭიერი კაცი ხარ და ისა ხარ რა შემტევი პრობლემა არა პირდაპირ გეტყვით ახლა მაშინ ბატონო დავით ახლა იმ კარგსაც დანახვა უნდა და ცუცას აი მე ჩემზე კაი დამნახავი არა არ იყვნენ რა ეს კარგები ნეგატიური გავაი ბიჭო მომისმინე შენ იცი როგორ ლაპარაკო მონანიებს რაღაცა ხოკეთდებოდა კარგი რა ნიკა ძალიან ბევრი შეცდომაც იყო და ნიკა სიტყვა შეცდომა არის აი აი ბორჩა დანაშაულებრივი შეცდომა აგიმანდელე დანაშაულებრივი აი რამდენი პროცენტულად პოლიცინა ნაციონალური მოძრაობის პროცენტულად რამდენი ასე ვთქვათ აქტივისტი გაგულისხმობა საშუალო დონის ასე ვთქვათ მენეჯერის პარტიაში გადასული არის ქართულ ოცნებაში საშინელებაა მე ანუ ჩემთვის წინა ნაციონალური მოძრაობა თავისი შეცდომები ხო არის დღეს ხელისუფლებაში ქართულ ოცნებისათვის მთელი შუსოს გაძეძგილია ყოფილი ჯალათები და ზონდერები აჰა რა გინდა ახლა ეს საწყალი ვაზაგაშვილის შვილი ვინც მოკლა ლამისა რაიქსმინისტრი გახდა აგერ სამარცხვინოა ესა მე მათ არ მომწონს ქართული ოცნების ძალიან ბევრი ქართული ოცნება ხო იმიტომ აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ რომ სუდზე უთეთქვა უარი საწიფო წინასწარ და კარგი განავითარებიათ ამიტომ ჩვენ ხედავთ რომ ვერაფერი ვერ გაკეთებ ხოლმე ეს აქ სტატიის ხშირად ვამბობ მაგრამ ეს ხო შეიძლება 26000 სამუშაო ადგილი დაიკარგა მხოლოდ კერძო სექტორში გეთახმები ვიცი სამშენებლო ბიზნესში
12000 ადგილი. იცი, ჩამკვდარია. ამიტომ გაჭირებულს კიდევ უფრო გაუჩნდა მთელი თბილისის მასშტაბით, აი რაც ვიცი ზუსტად ვამბობ 4000 მოიმატა უმწე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა რაოდენობა. გავიგე, მაგრამ იცება უგულავამ 46 საბავშვო ბაღი რო გაუყიდა თბილისის ბავშვებს. აი რა არა, ზეპირად ვიცი. აბა გეტყვით ის რა იქ რა პრობლემაა, ოპტიმიზაცია რო ხდებოდა ბაღებში გავერკვიე. ოპტიმიზაცია არის იდიოტობა რა. აი რა საბავშვო ბაღში იყვნენ დევნილები და დღესაც რჩებიან. რაოდენობა იმატა. რისმა რაოდენობა? რაოდენობა ბავშვებში. ბაჭოთ აყიდეს საბავშვო ბაღები. 40000, მაგრამ ჩვენ რას ვაპირებთ ახლა ამის ამბავი? ეხლა შენ რას აპირებ? ვაუჩერიზაციის სისტემა უნდა დაინერგოს, რომ შობელს ბავშვის მიყანა შეეძლოს ალტერნატიულად ასევე კერძო ბავშვი. კი, მაგრამ ნიკა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბიჭო, ხელი რა ეხლა ნაციონალები. კი ბატონო დავით, ვილაპარაკო მაგის სამსუზე პრობლემები. არ მაინტერესებს სამსუზე საუბარი. დღეს ქართული ოცნების რეალობაში. ხო და ნიკა, იცი რას გეტყვი? რა ბედოლათების ის შენი ძველი პარტიული ჩინოვნიკები, ეს ბედოლათები შეგვჭახელში. მე ეს მაგარდებს, იცი? აი გული მომიგდა, ახლა გამოსაშვების საღამო იყო, აგერ შაბათს გავიდა ჩვენც. აი ამ ხელა იყო ფართო 20 კვადრატმეტრში 20 და 16 ბავშვი საბავშვო ბაღის გამოსაშვებზე ვერ სულთქავდით კარებები. საშინელება 170,000 სკოლა გააყიდა შენმა უგულავა. რატო გააყიდა კაცო? ნუცუბის მეორე მიკროში ცხოვრობს 4000 კაცი. ერთადერთი სკოლა იყო უფასო ესე თუ ისიც გააყიდა. ტოტალურად გააყიდეს ბიჭო ყველაფერი კარგი. საბავშვო ბაღი, ასე ვთქვათ, ახალი საბავშვო ბაღის შენობა მიმდინარეობს უმრავლესობის. კი ბატონო, იყო რაღაცა შეცდომები. დენი ნაგავს რომ მიიღე გულახდელ გეუბნებით, ხო? ეხლა კარგი უნდა და ადამიანსაც შეგნებულად როგორ გააკეთებს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ცუდი იყო, მაგრამ როდესაც საკრებულოში დეპუტატთა უმრავლესობა ასე მორჩილად აწევდა ხელს იმ ხალხს რომ ეთქვა იცით რომ გიგი მოდი იქნებ ორჯერ დავხვიდეთ, სამჯერ დავხვიდეთ, მაგრამ ამის თქმის საშუალება. მე მინდა ეს ხრისტიანობა ეცასვა. პირში უცინოდ. არ გიდეს. როგორც კი შეიძლება ერთობა დღეს შემოსულია ქართული ოცნების მარტი. ახლა ამიჭმა. კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოუხადა მთელს ევროპას ინკვიზიციის გამო. ამით გადააჩინა თავისი ეკლესია. აი შენ გაბრაზებული რომ მიხვედი იპოტროს. ამ ნაცისტური იდიოტობის გამო. ბოდიში მოუხადეს. ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეს. არ არის რა ნიკა ეს იცი ბოდიში უნდა მოეხადათ. თქვენ თუ შეესწომები და გაერთიანებაში რომელსაც მე წამოვიდი ძალიან ბევრი ადამიანია ვინც აი ამ შეცდომებს არქმევს. მაგრამ შეგეძახო შეიძლება უფრო საჯაროდ უნდა მოხდეს ამ შეცდომების აღიარება. ვინაიდან იცი ძალიან რთული პერიოდი იყო. მე აი ახალი ნაციონალები ვინც ახარდა რა დაგმეთ რა ეს ძველები რა დაგმეთ აი დაგმეთ უნდა დაგმოთ იქ სადაც გასაგები არის ბატონო დავით არ არის არც ერთი ადამიანი იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში რომელსაც მე წარმოვადგენ რომელსაც არ ვეცი და ვერ ვეცი თქვენ იყავით თვალე არც ერთი ადამიანი ამიტომ განსხვავებას ეხა მე და ბატონ დარმანეს შორის ესეც არის მე შემიძლია არ არის ჩემთვის არც ერთი ავტორიტეტი იმდაგვარი ეხა პოლიტიკურ გაერთიანებაში რომელსაც არ ვეთქვი აი 2008 თქვენ იყავით თვალე მაგრამ ბატონი დავითი თუ კი ამას თქვენ თუ ფიქრობთ რომ შეძლებს რაღაცა დონეზე მაინც მე ვთვლი რომ ნარმანია საერთოდ ის არის რა ცარიელი ადგილი არის აი მართლა გეუბნები ნარმანიას მე არ მიცემ ხმას რა არაობაა ჩემი საზით იმიტომ რომ აი რას ქალაქს ჭირდება იმაზე კი არ ფიქრობ რაც შევს დაშიდება იმას გააკეთებს ოცო ყველა ვიცით ბიჭო შენს ვერ მოგცემ ხმას არა ნიკოს მომისმინე ერთავს მე მათაი მე პიროვნულად მე სიმპათიურები აი მე რატო უნდა მოგცე ხმა გამოსმონე არა ზბაო არა პროგრამაზე თუ კი ვისაუბრე არ მინდა ბევრი არ მინდა ეს პროგრამები რა ეს ჩემთვის არის ზეპარტიული არჩევნები მართლა ასე მოვედი და ვამბობდი რომ ოდესაც თბილისია საუბარი თბილისის მერობაზე დავამთავრე თუ შეიძლება თბილისის მერობაზე საუბარი ჩემთვის თბილისი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მით უმეტეს ნებისმიერი პოლიტიკოსი ან ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში ჩემთვის მითო მე სამეგობროში სამეზობლოში სანაცნობოწრეში ვყავს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ხალხი ხო ეს არის ჩვეულებრივი ამბავი მაგრამ უნდა დამთავრდეს დაუმთავრებელი კონფრონტაციული საუბარი დაუმთავრებელი ქიშპობა და დაპირისპირება უნდა გადავიდეთ
იმ მე საქმეზე შენი სიტყვები მომეწონა რომ ხალხი უნდა უყვარდეთო მართლა არ უყვართ ჩემი ზღმა აზრით აი ხალხს კონკრეტულად ხალხის სიყვარული მე ვერცეთ არა როდესაც გამოდიხარ პრემიერ-მინისტრი როდესაც ხია ბატონო დავით ეხლა სხვა წრეში გადავიდა 300,000 ხმა იყო ხან ყოველ 300,000 ადამიანს პლანტაციაში არ უნდა უშვებდე დამცინავი ტონით ხო არ უნდა დაცინავდე ლუქსყის კი ამ წრის პრემიერ-მინისტრი როდესაც არის ისე პრობლემას რა შეხედა ბატონო და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი საუბრობ და არ როგორც კანდიდატი ჩვენ ყავთ დღეს პრემიერ-მინისტრი 31 წლის ასაკში რომელსაც არც ერთი წამი არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში ეს პრობლემაა გეტარდა და სახელმწიფო სამსახურებს ასე მეტაფორად უფროსი და მას გაუწევთ ჩვეულებრივი კომპლექსი და მას შემდეგ რაც იგი გახდა პრემიერ-მინისტრი ის ცდილობს რომ მის ქვეშ დაქვემდებარებული ასე თქვა თანამდებობის პირები დააკომპლექტოს ქალაქის მერობაზე იყრეთ ეს თუ პრემიერ-მინისტროს იმას თავისი თვითონ შეეყრება რატო საუბრობთ იმაზე აი გითხრა ნიკაი ვოროსინე ზამიყარა მე მართლა გეუბნები მე მართლა პირველად ხივა ბატონო და არ შეიძლება კონფრონტაციული ხალხი ტკივილით მოდიხარ არჩევნებზე ხო მე არ მომეწონა ხალხში აბსოლუტურად უნდა იყოს ხო ბალანსი სანამ არ იქნება სახელმწიფო გოლებს შორის სანამ ასე ჯეკპოტებით მოხსნის რომელიმე თვალყი აღებული პოლიტიკური პარტია თანამდებობის და ბალანსი და კონკურენცია არ შეიქმნება აი მივიღეთ იმ შედეგს ასედეგით ასე თქვა რამაც დათული სამსახური წინაწევრის წინახელისუფლება შეუძლია ეხლა მე მაგალითად გავბრაზდი რომ 40,000 ხმა მოყარა სუსია თუ რაღაც კანტორა თუ რასაჩენეჭსა და მართლა გავბრაზდი იცით რომ მეც რაღაცა ძალიან ბევრი სიგნალები მაგრამ ესე ვთქვათ ისე გოგორიშვილის სტილით მიდის არჩევნები არ მომწონს თითოეულ ხმას დავიცავთ მეორე ტურში როგორ დაიცავა ვერც მითხარი რომ ანალიზს გავაკეთებთ რომელ საარჩევნო უბნებზე იყო პრობლემები და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნიკა და მე პირდაპირ ერთ რამეს რომ მე დედაქალაქის მერობა ბატონო დავით მინდა 34 წლის ვარ ამ ქალაქში ხედავ პროცესებს პრიანად ეს ახალგაზრდა. რა გინდათ მერად ეს ახალგაზრდებს გასო კარგი რა ნიკა. შე პრემიერ-მინისტრი დაიწუნება. ეხლა 31 წელს ახლა თქვი იმიტომ რომ სახელმწიფო სამსახურში არ უმუშავია არც ერთი. არა ხო ვიცი რა არის. ვიცი. ეხლა ის აი გეტყვი. ეხლა შეგეკამათო? აი შენი სისულელები მასალე კაცო ეცავს. აი ეს რაღაცა იდიოტობა როა სახლის ახურავზე დადიხარ და 30% გაზის ეკონომიას მე 200,000 ღირს. მაგ ვინ გასწავლა რომ მაგ შეგედო იმას. გაზის ეკონომიის აბა ეცავს მასალე კაცო ეცავს მეიკეთე უნდა მაცადო. ბიჭო ვიღაცამ არასწორი მაგ დავაკეთო 200,000 ღირს მაგ. ერთი წუთი ეს არის პროექტი რომელიც განხორციელდა ვიცი რომ განხორციელდა და დააფინანსა შვედიის შვეიცარიის თუ გერმანიის ვიღაც ფირმამ რა. შვილი ხო ღირს? არა ვერ ძვირი რო ღირს და აცარე რა 4,000 კორპუსი არის 200,000 გააბრალე ერთი წუთი დააახსნა. აი კი ბატონო. ეს უკვე თემკის დასახლებაში არის, მეხუთე კვარტალში თვალსა მესამე მიკროა და მე 20 კორპუსი შეიძლება გადაამოწოთ, კონკრეტული შედეგები გამოიღო, ქვითრები მიდის, უკვე ოჯახებში. კი, მაგრამ რა ჯდება გეტყვით? 90 თანადაპირობები ვიცი ეს ისტორია. 90 ეცას მათქველი. არ არის ეს იცი ნოვაცია. აცალე კაცო, ის დაგიფინანსა 200,000 ღირს ტელეამ სისტემას გაკეთდა. ამის ბიუჯეტში იქნება 50 მილიონი გამოყოფილი. ნაკლებითაც შეიძლება. შეიძლება ჩვენ ექსკლუზივს კი არ მივცეთ რომელიმე ერთი წამით რა ნიკა თუ ეს უცხო გამოწორა რა ნელი ვერულავა გაიცანე რა მაგარი ხალი არის მასალე ერთსაც ჩიმისი რა ქვია სოფიის აი რაღაც კეთილმოწყობის თუ რაღაც სამსახურის უფროსი მყავდა თურმე კორპუსის სახურავზე საქვაბე ერთი რომ დადგეს რომელიც ღირს $14,000 $14,000 ის 30% ეკონომიას გაუწევს. არა ერთას მათქვევინე და ეს ყველაფერი ჯდება $700 ერთ ოჯახს. ამაზე უგულავას მიუმართენ, ესენი შეხვდნენ უგულავას ელაპარაკდნენ, არ მოეწონა უგულავას. ჩვენაო სოფიაშიო არ ვატარებთ ეს რეჟიო ბინასაო, ვისაც ცენტრალიზებული გათხოვა არ აქვს. გადავიდეთ ესგე ვერ ფეცებოდი ამ შეს ბედოვლად უგულავა. ეს მოკლე გზა შერასწავლო $200,000 არის ზვიგია. ბატონო დავით 200,000 თანა დაფინანსებს ერთი წუთი რომ მოცემული. თანა დაფინანსების ინსტიტუტი არსებობს გამგეობებში, იცით? 90% დავაფინანსებს გამგეობას. რატო კაცო 80% დააფინანსებს მოსახლეობა მაგრამ კომპანია რომელიც მივა სამეზობლოში და ამხანაგობას დაელაპარაკება ამხანაგობამ სამეზობლოს სახით უნდა გადაწყვიტოს რომ კომპანია დაუკვეთავს რომ კომპანიას დაუკვეთავს ამ ასე თქვა პროექტი კიდევ ერთხელ გეუბნები აი ძვირია ეს პროექტი მივიდეს ხალხთან რაბზანით ნელი ვერულავას როგორ არის ნელი ვერულავა მიბძანდეს სად ყველგან იყო ყველა კარებია კატალახები ეს იქნება
გამარჯვების შემთხვევაში პროექტი, რომელსაც ჩვენ ავამოქმედებთ, მაგრამ ექსკლუზივი რომელიმე კომპანიას კი არ იქნება ბატონო დავით. არ გიდა რა შეაშით მაგ პროგრამას. ამიჯერე იაფი არის შენობის სახურავზე ცენტრალიზებული საკვები, უკრაინას ამზადებს, იტალიას ამზადებს. ბიჭო, რა ის ამზადებს, იმ თბება ხომ ზის ენერგიით. არა, ზის გაზომარაგებისა და ზის ენერგიის კომბინირებულია და მე გეუბნები, მაგაზე იაფი ხდება მეთქი $14,000 ეს სახურავის თავზე საკვები, რომელიც ყველა ოჯახს ხელს ყავს საშუალება აი, აღარ ვილაპარაკობ კომპანიას, რომ შეესთავაზოს პროგრამა იქნება, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი კომპანია რო აღარ შეება. მე თვითონ შენ უფრო მეც ფიქრობ ხალხზე, ვიდრე ნორმანი, იმიტომ რომ ნორმანიას ხეების მეტი არაფერი იდეა არ ქონდა. აქედან მივმართე ყველა მერობის კანდიდატს, ვინც მეთქი გაზზე და დენზე და წყალზე გადასახადს დაწევს, მეთქი იმას უნდა მივცეთ ხმა. შენ ერთი კი გაზის ეკონომიას აკეთებ, მაგრამ ტარიფებია რა. ყველა მოგცემ შენ ხმას, შეცვლი ამ შენს პროექტს და აი ტარიფების დაწევაზე იბრძოლებ, უნდა ვიბრძოლოთ, ყველა ღარიბი ქალაქია. ძალიან ღარიბი ქალაქია. ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, თანამედროვე პროექტია. 29000 ოჯახი მაქვს წაკითხული. ყველა ვერ ვიტყვი ხა ბატონო დავით. გადაჭრილია 29000 ოჯახს თბილისში. კატასტროფის წინაშეა თბილისს მას თან ღარიბი არის. ეს პროექტი ხა არ არის სხვა. როდესაც ზაფხულში, ადრეულ გაზაფხულში აბსოლუტურად არც ერთ საუკეთესო ხარ. გაზაფხულში არ იხდით, ხო არის შეღავათი. შეღავათია, მაგრამ ტარიფებზე ვიბრძოლოთ ყველა ერთად. კაცო, მე კიდე ერთხელ გეუბნები. არა მარტო ტარიფებზე. მე ხო ვიცი, გულის სიფაში თქვენ ამას ეხლა განსაკუთრებით ეთერში ვერ იტყვით. მაგრამ თქვენ ხართ აბსოლუტურად შოკურ მდგომარეობაში. რომლის განმავლობაში რაც ხდება საქართველოში, მე ხო ვიცი გიცნობ საქართველოს რა, მეც არ მომწონს, ზამები რაღაცა არ მქონდა იმედი, იმიტომ რომ ჟენია ვიტყვი რა, სულ არ მომწონს ბერლინის. აშკარად ხავს ეს ხელისუფლება, რომელიც ხშირად გაიგებ თქვენ არაკომპეტენტური და უუნარო, ხო? ეს არის ყველაზე კარგი ზეცართავი სახელი, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ. პირველად მე დავარქვია მათ ის რა ქვია უნიათო თავი. ამიტომ როდემდე შეიძლება წინა ხელისუფლების კრიტიკი იმარჯვებდა არჩევნებზე და არჩევნებზე. ტექნოლოგია, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები, მე პირადად შენში ის არ მომწონს, რომ კაცი გაბრაზი ვაროჟალათობას და მიშას იდიოტობას და მათ პარტიიდან მოდიხარ, ნუ აი რა, მართალია. შევსტომ ბატონო, აღარ შევსტომ არის ხმარო. კი ბატონო, დანაშაულები შევსტომ. დანაშაულზე პასუხი აგონ, ან ბოდიში მოიხადო. კონკრეტულ შემთხვევაში აი, დავანებოთ თავი, წასული აბავია. ნიკა, მე ეხლა მათ არა მაინტერესებს, მე მგონი თქვენ აგაც სურეს არა, აი ვიწი აპირებთ ეხლა მეორე ტურში გასვლას. აი 40000 აქცაბრას ბიჭო ესენი ბიულეტენები, ხო? ის თქვენი კოორდინატორები, შენ თვითონ ერთი შეიტანე რომ სულსმაო ეთყობა ის კნავა. არა, ეხლა ანალიზი კეთდება და იმ საარჩევნო უბნებში სადაც როგორ დაიწყო? დაფიქსირდა იყო რამდენიმე მოწყვლადი საარჩევნო უბნები, როგორც ჩანს, სადაც მასში და როგორ დაიცავ მეთქე, ტოტალურად ყველგან როგორ დაიცავ. დამკვირვებელი იქ ვიწყავდა. ერთი კაცი? არა, ერთი რამდენი საჭირო იქნება იქ. სამარბე რა, ტექნოლოგიაში მე ხარ სამზარეულოს. არა, ეცავს რა, შენი ოფიციალური კომისიის წევრი არის, მაგრამ არასამთავრობოებმა შეამჩნიეს ეს ამბავი. აი ეს არასამთავრობოებიც არაპირდაპირ შეეცდებია რომ დაიცვან ყველა ბიულეტენი. დაიწყო ზორედ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა წამოწყვეტა მოვდიოდით ასეთ CSKO-ზე ოფიციალურ ვებგვერდზე სამი ასეთი შემაჯამებელი ოქმი არის სადაც 300 ხმა აქვს დაკლებული ოფიციალურ ვებგვერდზე რა ერთი დაგიწყეთ იბრძოლეთ მოსთხოვეთ პასუხი მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მე დღეს და თქვენი ეთერითაც მიმართავ სახელმწიფო კანდიდატ ბატონ დავით ნარმანიას რომ დავსვდეთ კვლავ დებატებში, მინაიდან ეს არის მეორე ტური და აუცილებელია ვცეთ პატივი თბილისელებს და ვიმსჯელოთ ყველა პროექტზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და რომლითაც ჩვენ მოვდივართ. ნიკა, ეს გიშევ რა, კაცო. ეს არის მნიშვნელოვანი. ავიგე დაანებები ის ნორმალია, ცოცხალად და შეტანა არ დაждდება ახლა. თუჭკოა არ უნდა დაждდეს. რა მე დაკითხე ეს. აი ამ ორ კვირაში შენ თუ გადახედავ შესწრებას პოლიტიკურ პროგრამას, ჩვენ ტარიფებზე იბრძოლე და მე მართლა დაგიჭერ ხალხს. აი ტარიფები რა, გაზზე, დენზე, იმაზე წყალზე, თუ არ დაიწევა, აი იმერს მართლა მათაც ერეზულად ცენ პატივს, ვინც ამებზე იბრძოლებს. ბენზინზე, შეგვიძლია ბენზინზე, სოკარი ვაცეყოთ პროტესტზე. ახლა მოვდივართ იმით, რა ეს უნდა გეფიქრა დროზე რა. რეალურად არ არის, რეალურად გაკეთებადი. არა, მაგას ვაკეთებ. აი თელას ვაცეყებდი როგორც მინდა ისეგა. თელას, რა უნდა თელასთან მოლაპარაკებას ჩამოვაწევინებდი რეალურად. ბატონო, ამიტომ წყალკანალი ვისია წყალკანალი ხო იცი გვარი ვისა რა პაპორტია ხო რა უნდა მაგასთან მოლაპარაკებას დააწევინეთ ეს ვისა რა ქვია
შეგეძლო წინასწარ აი რა შეკრულები იყვნენ ეს ნაცები მაგათთან წყალი იყო ბოროტება რომ მივყიდეთ იმ რაპოპორტს ბოროტება იყო 2015 ბიჭო კოლოსალურად ზვირი ფასია ცოდვა ეს ხალხი რა ცოდვა ყველაფერზე შეიძლებოდა ბრძოლა და პროგრამაში თუ გაქვს რესურსი შეცვალე ეს შენი ისეთი პროგრამის ეს ელემენტები ძალიან ბევრ ხმას მიიღებ ეს ნორმალი არაფერს არ ამბობს და შენ ამით მოუგებ თუ გინდა მოგება რა გინდა მაგასთან დებატები რას მოგცემს არა დებატები არის იმის დემონსტრირება რომ ჩვენ ვცეთ პატივს აი ნიკა ეხლა აბატე რა უგებ მაგას ლაპარაკშიც უგებ და ლოგიკაშიც უგებ და აღარ დაგიჯდება მეთქი გეუბნები და ადექი და რეალური პროგრამა შეცვალე მე ქალაქის ზურნალს სულ არ მადარდებს ვინ იქნება ქალაქის კომუნალურ გადასახადებთან მიმართებაში გვაქვს ის დაპირება რომელიც განხორციელდა ამას ეხლა თქვენ მეუბნებოდ დაამატე ის რაც კომპეტენციაა გაზი დენი უნდა დააკლოს აი ნებისმიერი ვინც კი იქნება ქალაქს მე 10,000-იან მიტინგებს აუპირებდის სემეთ კი ბატონო იგივე აქციზურ სატრანზიტო ფასის დაკრება მაგის ასაკლებია ხო სულაბუ ბიჭო აი ხა 100 ციფრის კი არ გითქვია შენ ზოგადად ამბობდი მასე ნარმანიას 48 რაღაცა მიდი თქვი აი თქვი აქციზურ გადასახადზე საწავლებო გათავისუფლების აქციზური გადასახადისაგან რომლის განხორციელების შემთხვევაში 25 თეთრით იქნება. შენ ეკა მე მგონი აი მაფიაში ვერ ერკვევი ბიჭო აი ვალვე აქ ეს სისტემა ეს რომ გავაკეთოთ 180 მილიონი ლარი არ შემოვა ხაზინაშიო. ანუ თავრობას დააკრება 180 მილიონი. ეხლა ჩვენ ვამბობთ რა უფრო მნიშვნელოვანია რომ 180 მილიონი დააკლდეს თუ გავიგე 118 მილიონი დაეჭირა პრემიაში რომელიც დააუკლია. ეს თქვენი რა არის ერთ-ერთი ის არის საინტერესო სერიოზული კაცია. თავისუფლად შეუძლია ლარი და 50-ად თბილისში ცხეთა შემოიტანოს რუსული მაღალ ოქტანური ეს ტყვია შეუმცველი ბენზინი. მაფია ბიჭო აქ ბენზინი შემოტანა სოკარიაზე სოკარი ვისთანა კამასუტრაში გაგულებული არის იცი რა არის 160 ლარი და 70-ად შეიძლება ბენზინი აი ორ კვირაში ჩამოიწიოს შენ მიაწექი ყველაზე იმას უცნაურს ეს აქსიზი დაუწიო აქსიზით კი არა ისედაც შეიძლება ფასდაცემა იმ პროგრამას უჭერენ ხარს ვერც ერთი ცენტრალური ხელისუფლება მაგრამ ლეგიტიმაციის შემთხვევაში როდესაც არჩეულ მერს აქვს ვერ შეეწინააღმდეგება ამ პროექტის განხორციელებას ტარიფები დაწიე ტარიფები დამიჯერე სუსხა შედეგი დაგიჯდება იმ ორ კვირაში იბრძოლეთ ტარიფების დაწევისთვის იბრძოლეთ ბენზინის დაწევისთვის სატარდება უფრო მოგვიანებით ვიდრე ორი კვირა ვიცი რომ 1 აგვისტოს აპრილში დაწერილი და ნუ როცა არ უნდა იყოს ჩვენ ვერ ვიტყვით ბატონო დავით ეხლა ამით გავსვავდებ ვერ ვიტყვი ხა ისეთ რაღაცას რომლის განხორციელებაც არის უტოპია. მიგა ძალიან ადვილია. აუ აი ეხლა რა ეხლა უკვე ნაციონალური რაღაცაში ადვილია. აი ბიჭო თვითონ ქართული ოცნებას დამუშავებული ქონდა ეს გეგმა და მე რაპოპორტმა შეუტია ამადა და დაიხია სწორედ. რა უნდა ბიჭო ამ ტარიფების დარეგულირებას? არაფერი არ არის. საწვავის გაიაფება. ადვილია. კომუნალური ხარჯების შემცირება ამ პროექტის განხორციელებას ეს ამ ეტაპზე ვფიქრობ არის ყველაზე რეალური. და საწვავის გაიაფება მიცემს მოსახლეობას შემცირდება 25 თეთრი გადასახადი და ბიზნეს ახლა რა ბიზნეს საწარმო ხარჯებს შეუმცირებს ბატონო დავით 180 მილიონი არ შევა ბიუჯეტში მხოლოდ ამით როცა 138 მილიონი წელიწადში პრემიებში დაიხარჯა თბილისში რას კეთდება რა პატარა საწარმოებს საკონდიტრო და რაღაც წყალია ძირითადი და 4 ნახევარი არიან სხდოები არიან ჩვენ გეუბნები აი წყალს მიაწექი ნიკა და მე რას ფიქრობ იზე ყველაზე დიდი პრობლემა ბატონო დავით არის უმუშევრობა დაახლოებით იმისა რომ სირდებოდეს იზრდება გეთახმე ბიჭო ეს უნიათო მთავრობა ამეთქი რა უნდა გავაიაფოთ ხო აი ხა მაგალითად გაიაფდება 30 ლარი ქართული ოცნება როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა სოციალურად დაუცელებს შემწეობა 30 ლარი ანი 60-მდე და რა მივიღეთ სულსათებზე ფასი გაექცათ ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერეს და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დაგეგმეს აქ მოუმატა 30 ლარი და 60 ლარი მაგრამ ამას უდიდეს შეღავდი აბსოლუტურად არ არის და იქ დაიკარგა სამუშაო ადგილები 10,000-ობით დაიკარგა ხო ამიტომ ამას აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი ძალიან ცუდი შემონიკა ერთ შეკითხვა მაქვს 3-4 წუთით ამ არის სანამ არ გაგვაგდებენ ერთიდან შეგეკითხები ბევრს მაგრამ რა თქვენ აქედან ვინ უნდა აი პროდიუსერების არა ყველა ტელევიზია ნიკა თავის ეხლა ეს როგორ გადაგორდება რა გაკეთება ხა შენ კი ხარ ოპტიმისტი რომ მოვიგებო და არა მე ვამბობ მე თბილისელებს შანსი გაქვს რომ არმანიას მოუგო თუკი ტარიფებზე იბრძოლო ჩემს გაზე გულგიათ დრომს დამთავრდეს ეს სიტუაცია რა მე ვფიქრობ მაინც რომ აი რა თუკი დაუშვათ ვერ გაიმარჯვე და აი ერთწლიანი პაუზა და აი დამოკიდებლად იმუშავე რა
არა ხარ იცი ცუდი ადამიანი მით უმეტეს ამ შაუბნებდა ბინძურდა აქ ყუდის და ნაზირალების ხროვაში არ ერია თუ ებე თავი და ახალი ცხოვრება დაიწყო პოლიტიკურ ცხოვრებაზე გეუბნები ძალიან გამიხარდება კიდევ თუ კი დაოჯახდები მე უნდა გავბრალდეთ მართლა სიამონება რა ხარ რა ნაციონალი ამორჩეულთა რაოდენობაც იმატებს და ესე იყო არა მე გამიფიქრე იცი მე ვიფიქრე ის რაღაც 8-ით რო აპირებდა ტარიფის დაწევას იმით 7% დაეწია ნაცების ისაბეთკი და იცით რა აი ამ ტარიფებზე თუ გადახვალ შენ მოიგებ აბა პირდაპირ უნდა უთხრათ უთხარი ახლა პირდაპირ რომ ძალიან რთულია შეიძლება უთხრათ რომ კარგი და ცუდი მთავრობა თითქმის არ არსებობს ნებისმიერ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა გქონდეს ბალანსი. სხვა არის, როდესაც მერიაში არის ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკური მეგობარი, თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ხო? შინაგან საქმეთა მინისტრი არჩეული მერის, მოდით ასე ვთქვათ, შიშით ვერ დაგჭაგრავთ თქვენ და მე მოხალხეს მაქსიმალურად მომსახურები, იმიტომ რომ ჩვენ უწევთ ერთმანეთს ბალანსს. ახლა გეკაეფებიან, აგერო ბაბოლებს სტაციო ნაცებს აკლება როზნამობა და ბენზინზე დააკლებდნენ ფასს. არა, კი ბატონო, არა. ამაზე სულ იყო საუბარი, მაგრამ არ განხორციელდა. არა, იყო საუბარი, არ განხორციელდა, მაგრამ დღეს, როდესაც უმუშევრობა ის და პრობლემა არის რეალური, ხალხი უნდა გაუწევთ ამ რეალობას, ხო? და 180 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც ვერ აიტანს ბიუჯეტი. გასაგებია. ჩვენ თვითონ ვეუბნება, ეხლა მაგალითად გამოდის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეს ცვლილება რომ გამახორციელოთ 180 მილიონი არ შემოვა. ანები ამ იმას კაცო. საწვავი 25 თეთრი გაიარეს, ხო არის? შეიძლება რა, სხვა მხრივ შეიძლება. აი, ჩვენ ახლა დავაკონსპექტებთ თქვენთან. ანტიკა სერიოზულად გენებ, შენ სქემატური ხედვა ამ მიმართულებით. დამიჯერე რა 3 თუ 4 კანტორა შემოვა, კაბეთ წალკი შეიქმნა და ხელი არ შეუშალოს თავრობა. ლარი და 50 ჩამოაბეზეთ. ისეთი ადვილია რო რა არის. ნიგა მე მაცა მინდა რომ ავიცი ეს სამართლიანობა მიზეიმოს ქვეყანაში და უნდა დამთავრდეს ეს გაყალბებები. რა ხარ 40.000 უნდა დამთავრდეს ბიულეტენი გაგიყავდეს 40.000 ბიულეტენი მაყურებელმა განსაჯოს თვითონ არის ცნობილი ბათილად არა ხო კიდევ ერთხელ გამეორდები როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ამორჩეულთა რაოდენობა იყო 100.000-ით მეტი და მხოლოდ 10.000 იყო ასე ვთქვათ ბათილად ცნობილი. ამიტომ რაღაც ახალი მექანიზმი შეიმუშავეთ და მეორე ტურისთვის ჩვენ ამის გაკეთების საშუალებას აღარ მივცემთ და მართლაც მინდა ის თბილისი ვიხილო ბატონო დავით, სადაც აი ეს დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფები ერთხელ და სამუდამოდ არ იქნებიან ასე კვეთრად დაპირისპირებული, იქნება ასო სხვადასხვაობა, მაგრამ არ იქნება მზადყოფნა იმისი, რომ ვიღაცას, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდება, ეს ვიღაცას უხაროდეს ამ ქალაქში. ეთახმე, მაგრამ ახლა უცნაური SMS-ი მოვიდა ნაციონალები მაგრები ხათო და ეს ოცნებას უცხენ დაუპეთ, ნაციონალებმა დაუპეთ ქვეყანა. ეს კაც კიდე გაიმს სიბინძურეში არ ერია. არა. კარგით რა, ახლა არ გიდათ ეგეთ სულელური ბესჭების გამოგზავნა დამერწმუნეთ რა. ჩვენ გადაგვაჩენს სუფთა ხალხი. მე არ მინდა ახლა ძველი სახეები ვიყვა ნაციონალების შეცდომები ბატონ დავით. განები აქვს შეცდომებს ნიკა. კი და მოიგო შენ შენ მაინც მოიხადე მაგუნამოსო ნაციონალების მაგურად რეალურად მაშინაც როგორც მოხალხე ვაპროტესტებდი. City Park როგორ იწმენდი ვიტო გამგებელი იყავ ეს City Park როგორ იწმენდი. აი რა უკამაპრა. City Park-ი ორ ნაციონალები არის მაგას დედავატირე. აი რა გასაგე პრობლემა არის. ვიტო დანები არის სიტყვა პრობლემას და შეცდომები. აი რა თქვენ როგორ ძალიან მაგერა რო თქვა გავხდები დედაქალაქის მერი და მივალ თუ არა მერიაში მეორე დღეს ამ კონტრაქტს City Park-თან შეუცვალ. არა შეუცვალე. ვიცი რაც გამოვა. და გასუგებ სახელმწიფოს ხუჯერმეთ ზარას აგებენ. ამიტომ თქვენი არ მოთქვევია. ბიჭო, ტყუილი ხელშეკრულება იყო დადებული City Park-თან. უგულავას ტილიცეზია მაგსოდვა. გავს პირობის შეუსრულებლობის გამო ადეგი და მიაწექი. გადაიხედება ხელშეკრულება აუცილებლად. არა, პირველში არში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება, იმ ადგილიდან აღარ უნდა გადაიყვანონ ჩემის აზრით საჯარიმო ავტოსადგომზე. და მე უგულავა შეიძლება მაგაზე არის ხო? რატო არ შეცვალა ეს? რას მიგეწევდა რომ დარბოდა იმაში, რა ქვია, გასახტომად იმოერთა ვაჟბატონთან ერთად. აი რა. ნეგა იცი რა ჩვენ მაინც ახლა მოხვალ წინ წარსულში ჩვენ აწყოზე უნდა ვისაუბროთ. აი აწყოზე არის რა და ხალხზე ბევრი ფიქრე. აი ეხლა პროგრამა შეცვალე.
მოუგებ ნარმანიას კი არა მიქელ გაბრიელსაც მოუგებ თუ კი რეალურ პროგრამას დაუდო ხალხი დანატრულია ცვლილებებს არ აკეთებენ ესენი ცვლილებებს შეაშლის დავაზე რა ხალხი და მოიგებ მადლობა რომ გესწრებ მარტაკევნები ნიკა იცი რა არის შენ ათე თუ გიან მოგიწევს ნასკანტორისთან წასვლა და უფრო რაღაც ახალი და დამოუკიდებელი პოლიტიკური სკრით იცხავო მადლობა რომ გესწრებ მარტაკევნებს მაჩეს მე პრობლემა არ მაქვს ვისთანაც გინდა ბარიერში ვისა დებატებში და აი ბატონ დავით ხუთთან ვიღავთ ურთიერთობა ბატონ ბიზნესთან ბატონ დავითთან იქნებ დაპატიჟოთ აი ზედა ბატონი ნარმანე და თქვენი ხათრით მოვა აი თქვენ თუ შეჭამთ აგიტმობთ ერთ-ერთ დიდი ავტორიტეტი გაქვთ მოაზვიადებ ნიკუშა მოაზვიადებ და სოსო მანჯალიძე გიყოლება ახლა ნახევარსაათში გედევან პოპხაზე ასმათ აბლვაზე გია ბურჯანაძე და ირაკლი ნადირაძე და არჩევნების შედეგების შესახებ იქნება მსჯელობა და მე გიჩვენებთ აი ეს სტუმრები ვინც მოხარ 40000 თუ გააბათილეს უკვე რაღაც ყარს რა დანის სამეფოში და ეგ დაუშვებელია როგორ შეიძლება რომ ეს მაშინ არ ყოფილა არჩევნები ეს იყო გაღალბებული არჩევნები თუ ეს დადასტურდა მე გიჩვენებთ ამაზე სერიოზულად ისაუბროთ დიდი მადლობა თქვენ მელია გახდა ჩვენი სტუმარი ბალოს მედით მოკლე საინფორმაციო ყველა შედეგო ნინო ჯარალგირაშვილთან ეს ადამიანები ისაუბრებენ კარგად ზამდებოდეთ Thank you.